აშაღებს რამე განსაკუთრებული სცენარი არ ქონიათ. შეიჭრნენ ბანკში, ძევლება დაიყვანეს ბანკის თანამშრომლები. დაამწყდიეს სარდაფში, წყალს საჭმელს აძლევდნენ. სასიკვდილოდ არ გაუწირავთ, ეს არც ჰქონდათ ჩაფიქრებული. პოლიცია მათთან აწარმოებდა მოლაპარაკებას. მოლაპარაკებაში ჩაერთო პრემიერ-მინისტრიც. 6 დღის შემდეგ პოლიციამ გაათავისუფლა მძევლები. აჩაღები დააპატიმრა. ეს მოხდა სტოკჰოლმში, შვედეთის დედაქალაქში 1973 წელს. მაგრამ მე რატომ მაინტერესებს ეს შვედური საქმე? იმიტომ რომ პოლიცია თანამშრომლობდა ფსიქიატრთან ნილს ბეიეროტთან. ამ კაცმა შეამჩნია მძევლების ძალიან უცნაური ქცევა. მათ შეუყვარდათ მოძალადეები, ეს ყაჩაღები. გამოაცხადეს, ჩვენ სასამართლო პროცესზე მოწმეებად არ გამოვალთო და ფულიც კი მოუგროვეს ამ კრიმინალებს ადვოკატებისათვის. ასეთი ქცევა, როდესაც მსხვერპლს უყვარს მოძალადე, სხვა ქვეყანაშიც მომხდარა და სხვა ეპოქაშიც. მაგრამ ნილს ბეიეროტი იყო პირველი ფსიქიატრი, რომელიც ასე დააკვირდა, შეისწავლა და უწოდა მას სტოკჰოლმის სინდრომი. ეს არ არის დაავადება, ეს არის ქცევა, როდესაც ერთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, ხალხსაც კი უყალიბდება დადებითი მიჯაჭვულობა მოძალადის მიმართ და იცავს კიდევაც ამ მოძალადეს. ხომ გაგახსენდათ, რამდენი ეტრფის დღემდე სტალინს და საბჭოთა კავშირს. მე კი გამახსენდა ერთი მოძალადე ქმარი, რომელმაც ისე ცემა ცოლი, რომ ქალს გული წაუვიდა. და ქმარმა წყალი დაალევინა, სუპი გაუცხელა, მოასულიერა და ქალი კვლავ გაბედნიერდა. მე რა რომ ცემა, წყალი ხომ დაალევინა, სუპი ხომ მიართვა. აი ესაა სტოკჰოლმის სინდრომი. ეს ტერმინი შექმნა ნილს ბეიეროტმა 1973 წელს. 19 წლის შემდეგ თბილისში დაატრიალდა ბევრად უფრო დიდი უბედურება და დანაშაული მოხდა, უფრო მასშტაბური, ვიდრე ბანკზე თავდასხმა. ამ დროს მე ერთი უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული მაქვს და მეორე უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიწყებ დისერტაციაზე მუშაობას. და 4 თუ 5 იანვარს დამიკავშირდა ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი და ასპირანტურის განყოფილების მოურავი. ერთიც და მეორეც მეუბნება, რომ მე სასწრაფოდ უნდა ჩამოვიდე თბილისში, უნდა ჩავავარო გამოცდა, თორემ ასპირანტურიდან გამრიცხავენ. ვადა იწურება. მეუთხარი, იცით რა მეთქი? ქვეყანა თავზე გვექცევა რუსთაველის გამზირზე ტყვიების წვიმა და სასახლეს, მთავრობის სასახლეს უშენენ ზარბაზნებიდან და ქვემეხებიდან და როგორ ჩამოვიდე მეთქი გამოცით ჩასაბარებლად. შენ უგაზო, შენს თავზე იფიქრე. რუსთაველზე რა ხდება, მაგას ნუფიქრობო. ჩვენთან არავინ არ შეგიშლის ხელს, რომ გამოცდა ჩააბარო, მშვენიერი ატმოსფერობა აქვსო და ჩვენ მუშაობაში ხელს არავინ გვიშლისო. მე ვუთხარი, იცით რა, ახლავე გამრიცხეთ ასპირანტურიდან, მე არ ჩამოვალ. ჩემს ხელმძღვანელს ეწყინა კი არა, თავის შეურაცხყოფილად იქცნო. და მივხვდი, რომ ჩვენ საერთოდ არ გვესმოდა ერთმანეთის. მე ვერ გავიგე, ისინი რატომ ვერ ამჩნევდნენ იმას, თუ რა უბედურება ტრიალებდა რუსთაველის გამზირზე. მათ ვერ გაიგეს, მე რატომ თქვი უარი ასპირანტურაზე. 3 დღის შემდეგ თბილისში არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება დაამხეს, ძალაუფლება ხელში აიღო ამ დამამხობელთა ჯგუფმა. ახლა რომელ წყლის პირთან გასერნება დაამშვიდებდა ჩემს გულს, მაგრამ სახლში მაინც ვერ გავჩერდი და დავედი ზღვის ანაპიროსკენ და გზად შემხვდა ჩემი ნათესავი, შორეული ნათესავი ქალი, რომელმაც მითხრა, მადლობა ღმერთს, თბილისში ყველაფერი დამთავრდა, ახლა მე გამარჯვებულების მხარეს ვარ. სულელი კი არა ვარ, რომ დამარცხებულების მხარეს ვიყო. და მე ვუთხარი, კი, მაგრამ ჰიტლერი რომ არ დამარცხებულიყო, შენ ჯერაც მის მხარეს იქნებოდი? და გზა გავაგრძელე. მივუყვები სანაპიროს, მარჯვნივ ჩემი შავი ზღვა და ფარფარტებენ თოლიები და მივადი კი მოედანს. ჩვენ მეცახოდით ამ მოედანს სანაპიროზე კონსტიტუციის მოედანს. იქვე ძალიან ახლოს არის ნავსადგური. თურმე უამრავმა ადამიანმა თავი მოიყარა, აქ 5000 ნამდვილად იყო, შეიძლება ცოტა მეტი. საიდან მომაქვს ეს ციფრი? მე ხშირად გამოვდიოდი სკოლის საქმო დარბაზის სცენაზე და დარბაზში 400 სკამი იდგა და 400 კაციან აუდიტორიას ჩემი თვალი იოლად ხედავს. ჩემთვის ათვლის ერთეულია სივრცეში. აი ამას გავამრავლებ და მე ვიცი რამდენი ადამიანია მოედანზე. ვინ იყო მოსული? აქ იდგა
ქალი და კაცი, მოხუცი და ახალგაზრდა, უნივერსიტეტის პროფესორი და სტუდენტი, სკოლის მასწავლებელი და მოსწავლე, დიასახლისი და პენსიონერი. აქ იყო მოსული მამაჩემიც, დედაჩემიც, მისი ძმა, უმცროსი, ძმის მეუღლე, ჩემი და, ჩემი დის მეგობრები, ნათესავები. ანუ მე იქ ნახევარს ვიცნობდი სახელით და გვარით. ძირითადად ქართული საზოგადოება იყო. ქართველი ებრაელებიც იყვნენ, ისინი სიტყვითაც გამოდიოდნენ. თუ რომელიმე სხვა ხალხის და ეთნოსის წარმომადგენელი ვერ შევამჩნიე, შენიშვნას მივიღებ და ბოდიშს მოვიხდი. მაგრამ ეს იყო ძირითადად ქართული საზოგადოება, რომელიც შეიკრიბა მეორე დღესაც, მესამე დღესაც და 140 დღის განმავლობაში მოდიოდა ამ მოედანზე, აკეთებდა განცხადებას. ჩემი და ყოველდღე დადიოდა. მე ყოველდღე არ შემეძლო სიარული, იმიტომ რომ გული მისკდებოდა, როცა ამ ხალხს ვუყურებდი. ვუთხარი კიდევაც ჩემს დას, რომ იმიტომ ვერ მოვდივარ, რომ ასე მგონია ვუყურებ განწირულ სულისკვეთებას, რომელიც ამაოდ ჩაივლის. ჩვენ არც საქართველოს ტელევიზია გაგვაშუქებს, მსოფლიო ყრუა და ბრმა ჩვენს მიმართ. მან მითხრა, მართალი ხარ ამ მხრივ, ხო? არ გვაქცევენ ყურადღებას, მაგრამ ეს განწირული სულისკვეთება ამაოდ არ ჩაივლის. ხო, მას მე არ მჯეროდა, მას კი სჯეროდა. რა სიტყობდა ეს ხალხი 140 დღის განმავლობაში? თითქმის ყოველდღე ერთსა და იმავე განცხადებას აკეთებდნენ, 3 პუნქტიანს. პირველი, ვგმობთ თბილისში ძალადობრივად დამხობას ხელისუფლების. მეორე, ვთხოვთ ედუარდ შევარდნაძეს რაზმი კი არა. ერთი შეიარაღებული კაციც არ გამოაგზავნოს აფხაზეთში, რადგან ადგილობრივი მთავრობა ამას გამოიყენებს ომის საბაბად და ომს გააჩაღებს რუსეთის ხელშეწყობით და წაქეზებით. მესამე, მივმართავთ აფხაზ ხალხს, გულისხმობენ აფსუა ხალხს. მოდით დადექით ჩვენს გვერდით. ჩვენ ომი არ გვინდა. თქვენც გამოაცხადეთ, რომ ომი არ გინდათ. 140 დღის განმავლობაში არც მერე არ მოსულა არც ერთი აფსუა და არ გამოუცხადებია სოლიდარობა, არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ ომი არ უნდოდათ. ჩემო ძვირფასო საქართველო. ყველა ქვეყანას ყავს სამარცხვინო და მაოხრებელი შვილი. შენც ყავს, მაგრამ შენ ყავს ეს მოედანი, რომელიც 140 დღის განმავლობაში აკეთებდა ამ განცხადებას და რომელმაც შენ ბოდიშს გადაგარჩინა. შარშან ჩვენ აქ ერთი ქართველი კაცი, სოხუმელი დავასაფლავეთ, რომელიც იდგა იმ მოედანზე. დედამისიც იქ იდგა, მისი ოჯახის წევრები. ისე გარდაიცვალა ეს კაცი თბილისში, შენს მოქალაქეობას ვერ ეღირსა, იმიტომ რომ გამოცდა ვერ ჩააბარა. აი მითხარი კიდევ რა გამოცდა ჩააბაროს ამ ხალხმა. და საერთოდ ემიგრაციიდან დაბრუნებულმა ქართველმა რატომ არ უნდა მიიღოს მოქალაქეობა ყოველგვარი რთული, ფასიანი გამოცდის გარეშე. მე კი როცა დავბრუნდები სოხუმში, იმ მოედანზე აუცილებლად დავაყენებ ქვის სტელა, სადაც იქნება დაწერილი ის 3 პუნქტიანი განცხადება, რომელსაც როგორც ხედავ, რაც დრო მიდის, სულ უფრო და უფრო ემატება ფასი და მნიშვნელობა. ჩემი და მართალი ყოფილა. განწირულმა სულისკვეთებამ ამაოდ არ ჩაიარა. ხოლო მოედანს დავარქმევ კასანდრას მოედანს. კასანდრა ტროას მეფის ასული იყო. ომი წინასწარმეტყველა, მაგრამ არავინ დაუჯერა. შენ ერთი კი არა, რამდენიმე 1000 კასანდრა ყავდა, რომელიც 140 დღის განმავლობაში ყვიროდა, აფსუებო. მოდით დადექით ჩვენს გვერდით. ჩვენ ომი არ გვინდა. გაუმარჯოს საქართველოს. თავისუფალს სტოკჰოლმის სინდრომისაგან.